სამოქალაქო აქტივის ცოტნე მირცხულავა ზუსტად პირველ საათზე სამტრედიაში ბრალს წარუდგენენ. ოფიციალურად მას საგამოძიებო უწყება ბრალდებას წარუდგენს 126 მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, 2 წლის წინ სამტრედიაში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება სამოქალაქო აქტივის ცოტნე მირცხულავას და ნიკამელიას დაცვის ყოფილ წევრს გაბრიელ კობაიძეს საგამოძიებო უწყება ჯგუფურ თავდასხმას ედავება. არა და ნიკამელიას სამტრედიაში 2 წლის წინ საარჩევნო კამპანიის დროს არაერთი კამერის თანდასწრებით დაესხა თავს საბა ნიკოლეიშვილი. მან ეს ფაქტი თავად აღიარა და თქვა, რომ ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკურ ნიადაგზე, თუმცა 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო უწყებას არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგა. საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა თავად თქვა, რომ დაზიანებები მასაც მიაყენეს და ჯგუფურად გაუსწორდნენ. საგამოძიებო უწყებაში დაბარებას თავად სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე მირცხულავა უკავშირებს იმას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურ ნიადაგზე შეკერილი საქმე. მირცხულავა განმარტავს, რომ 2 წლის განმავლობაში არანაირი ქმედითი ნაბიჯი საგამოძიებო უწყებას არ გადაუდგამს. 2 წლის შემდეგ კი თაროდან საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩამოიღეს, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები განეიტრალონ და მისი განმარტებით დააშინონ. უჩვეულო და ახალი არაფერი არ არის ამ ამბავში. ქართული ოცნება დიდი ხანია ასეულებს ჩვენ შეშინებას და ჩვენ გაჩერებას მსგავსი მეთოდებით, თუმცა 2 წელი ამ ამბიდან გასული, 2 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. და დღეს გვეუბნებთ თურმე იდენტიფიცირება მოსახერხებელი ყოფილა ამ ადამიანს, თუმცა აქ შემოდის ორმაგი სტანდარტი და გამოძიება ბრალს მიყენებს მე 126 მუხლის პირველი ნაწილი. მარტივია ქართული ოცნება ცდილობს დაგვაშინოს, დაგვაშანტაჟოს მსგავსი მეთოდებით და პოლიტიკურ მარწუხებში მოგვაქციოს, თუმცა გაჩერებას არავინ არ აპირებს ამ ბრძოლაში. ყველამ კარგად ვიცით ივანიშვილის მიზანი რა არის. ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყნის გადარჩენა და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში იმიტომ ვართ ჩართულები, რომ ეს ამბავი ბოლომდე მივყვანდა. ქართულ ოცნებას არ გაუვა ეს დაშინება. სავარაუდოდ დღის განმავლობაში ნიკამელიას დაცვის ყოფილ წევრს გაბრიელ კობაიძესაც გააცნობენ ბრალის ოფიციალურ დადგენილებას, მას შემდეგ რაც სამტრედიაში ბრალის წარდგენა მოხდება. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე იყოს სასამართლო პროცესი და ამ პროცესზე გახდება ცნობილი, რა შუამდგომლობით შევა პროკურატურა, ეს იქნება პატიმრობა თუ ეს იქნება ფულადი სანქცია. ის ადამიანები, ვინც ნიკამელიასთან ერთად იმყოფებოდნენ საარჩევნო კამპანიის დროს სამტრედიაში, მაგალითად ზურა ჯაფარიძე, პირველებთან დეტალურად იხსენებს, როგორ განვითარდა მოვლენები. ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რა დროსაც საბა ნიკოლეიშვილი მიზანმიმართულად დაესხა თავს ოპოზიციონერ პოლიტიკოს, მას სახეში მუშტი ჩაარტყა, თუმცა 2 წლის განმავლობაში არანაირი ქმედითი ნაბიჯი საგამოძიებო უწყებას არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახლა ნიკამელიას თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი არის დიდი წნეხის მცდელობა, დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები განეიტრალდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს დაშინების მცდელობაც იქნება უშედეგო. იქ ვიყავი, როცა ეგ ინციდენტი მოხდა, როდესაც ადამიანი შემოვარდა და მელიას ჩაარტყა და შემდეგ უბრალოდ გაიყვანეს. საჯელი არის ის ადამიანი, ვინც შემოვიდა, ვინც პირველად ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა. და დაცვის საქმე მეტი რა არის, აბა დაცვა უნდა გააკეთოს, უნდა მოკიდოს ხელი ეგეთ ადამიანს და გაათრიოს. რაც გააკეთა კიდევაც დაცვა. და მეტი იქ არაფერი არ მოხდა, იქ ვიყავი და უყურებდი. იქ იყო მოსული, არ ვიცი ეს ინფორმაცია გაქვთ, რომ იქ იყო მაშინ მოსული პოსტივის კამერა, რომელიც იღებდა ამ ყველაფერს და როგორც მორჩა ეს ინციდენტი, კამერა აალაგეს და გაიქცნენ ეგრევე. გაქრენ უბრალოდ. რაც სასახად დადასტურებდა იმას, რომ დადგმული ამბავი იყო. გადაიღო პოსტივი და მე გააშუქეს, რომ აი რაღაცა არის მელია, ხალხში როდესაც გადის, თვითონ ხალხში რაღაცა ბუნებრივი აგრესია არსებობს მის წინააღმდეგ. ეს ზეწოლა არის მელიაზე და ჩვენზეც ყველაზე მეტად. ეს ადამიანი კოალიციის ხალხი არიან. რაღაცნაირად დიდი ზეწოლა არის ჩვენზე. არ ჭირს ეგ რაღაცები და არც ხა გაჭირს. ის რომ ეხლა ცოტნე მირცხულავას ვერანაირი ბრალით ვერ შეაშინებენ, ეს ქართული ოცნების წარმომადგენლება ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ. თითქოს ისინი ფიქრობენ, რომ აი ამით რაღაცნაირად შეგვაშინებენ, დაგვაშანტაჟებენ, უკან დაგხვევენ, სახლში ჩაგუკეტავენ, მარშებზე აღარ ვივლით, წინააღმდეგობას აღარ გავუწევთ, მაგრამ ამ ყველაფერმა ამდენი წლის განმავლობაში ანუ არ იმუშავა. ის რომ ეხლა აგონიაში არიან ისინი და რაღაცებს აი
არაადეკვატურ ქცევებს აქვს ადგილი, ამას ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად. ქართული ოცნება ყოველჯერზე ცდილობს პრობლემების შეუქმნას იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან წინამძღოლობაში, რომელსაც უნდა ცვლილება და რომელსაც აქვს სურვილი ეს ქვეყანა იყოს უკეთესი, ამიტომ ის რომ 2 წლის მერე გააცოცხლეს საქმე, რომელსაც იდეაში ის ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების დაკვეთით დაესხა თავს ნიკამელიას უნდა იყოს ციხეში, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ გააგრძელონ ტერორი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ამ ქვეყანაში ცვლილების მოტანას. 2 საათზე ნაკლები რჩება იქამდე, ვიდრე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრებს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას გააცნობენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რას მოიმოქმედებს საგამოძიებო უწყება თავდამსხმელზე, რომელმაც არაერთი კამერის თანადასწრებით ნიკამელიას სახეში მუშტი ჩაარტყა და ეს ფაქტი თავად აღიარა.